არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით ქართულმა ოცნებამ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი დაიწყო. Როგორც არასამთავრობოები ამბობენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს 9 ორგანიზაციასთან მიმართებით ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობით ინფორმაცია რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას გადასცენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 20 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს წარმოადგენს. არასამთავრობოები ამბობენ, რომ მიუხედავად უკანონოდ დაწყებული მონიტორინგისა, ისინი საქმიანობასა და რეპრესიული კანონების აღსრულების შესაჩერებლად სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს. მისი მიზანია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყანაში ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა. 2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო გრანტების შესახებ კანონის გამოყენებით მონიტორინგის დაწყების შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილი ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას, ისე რომ ფორმალურადაც კი არ იცავს გრანტების შესახებ კანონით დადგენილ პროცედურას. აღსანიშნავია, რომ არც ბიუროს წერილში და არც სასამართლოს ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დგინდება ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა დარღვევა. სასამართლომ ფაქტობრივად უცვლელად გადაიტანა ბრძანებაში ბიუროს შუამდგომლობის დასაბუთება, ისე რომ შუამდგომლობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთება არ შეუმოწმებია, რითაც მან უარი თქვა კანონით მისთვის მინიჭებული სასამართლო კონტროლის განხორციელებაზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ 11 ივნის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ინფორმაციის მიღებისთვის განჩინების გამოცემა მოითხოვა. მოთხოვნილ ინფორმაციაში შორის იყო ისეთი მონაცემები, როგორიცაა გრანტის გაცემის შემდეგ გათვალისწინებული სამუშაო გეგმა, ინვოისები, მიღება ჩაბარების აქტები, მონაწილეებისა და ბენეფიციარების პირადი ინფორმაცია, აქტივობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და სხვა დეტალები. ორგანიზაციებმა ბიუროს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.